ხო, ჩემო ძვირფასებო, მომიტევეთ გაითიშა, გაწყდა კადრი, ასე რომ გავაგრძელებ აქ. იმედია, არ ვიცი რა მოხდა, გამომაგდო TikTok-მა. მომისროლა გარეთ. მაგრამ არა უშავს, მაინც მოვედი, მეგობრებო. ხო, იმედია შეინახა ის და გავაგრძელოთ ახლა, მოკლედ. გილოცავთ ამ ყველაფერს, ამ სიტუაციას, რადგანაც თქვენ ხართ უკვე მეგობრებო ტრანსფორმაციაში და ამიტომ ხართ ესე. მესმის რომ ტანჯვაა, მესმის რომ რთულია, მესმის რომ ბევრს შეიძლება საკუთარი თავით გეზარებოდეთ. ბევრს შეიძლება სიცოცხლეც გეზარებოდეთ, ლოგინიდან ადგომაც გეზარებოდეთ. ბევრ თქვენთაგან შეიძლება პირისდანაც ეზარებოდეს, მეგობრებო, საკუთარ თავის სარკის წინ ჩახედვაც ეზარებოდეს. ეხლა მე გიყვებით ჩემს სიტუაციას, მე როგორ ვიყავი ამ დროს. ეს პიკის დრო გაქვთ ეხლა, თქვენ გაქვთ ეხლა ეს პიკი, მე ეს პიკი გავიარე, მეგობრებო. ეხლა არ ვარ ასე. ხო, აი ეს პიკი გაქვთ ეხლა, მეგობრებო. ხო და ანუ უყურეთ ეხლა რა ხდება. ძალიან რთული სიტუაცია გაქვთ ეხლა, მაგრამ არ შეგეშინდეთ. უმეტესად დაისვენეთ, გამოიძინეთ, მეგობრებო, თავს ძალა არ დაატანოთ. გაიარეთ, მიიღეთ ეს სიტუაცია და გაიარეთ. ბევრი თქვენთაგანი შეიძლება ეხლა უფრო ტიროდეს, ტირილი გინდოდეთ. იტირეთ, მეგობრებო. აი რაც გინდათ ის გააკეთეთ. თუ კი გეტირებათ, იტირეთ. თუ კი გეცინებათ, იცინეთ. თუ კი რაიმეს გაფუჭება გინდათ, გააფუჭეთ. თუ კი სადმე წასვლა გინდათ, წადით. წადით ბუნებაში გადით. გადით ზღვა, ზაფხულია ზღვაზე გადით, მეგობრებო. ყველაზე კარგი საშუალებაა მარილიანი წყალი, ბანაობა. გადით, მეგობრებო. კი. გადით. თუ დაწოლა გინდათ და სახში გინდათ, სახში იყავით. რაც გინდათ ის გააკეთეთ, რაც თქვენს გულს გაუხარდება ის გააკეთეთ. ოღონდ მეგობრებო, ხა ძალიან არ მოგივიდეთ, არ გადაამეტოთ ამ ყველაფერზე. თუმცა გარწმუნებთ, რომ კი, მე გადამეტებული მქონდა, ვეღარ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს, ისე ვიყავი. კი, მაგრამ სამსახურმა, სამუშაო სიტუაციამ გამომიყვანა. იმ სიტუაციამ, სადაც მუშაობდი, ძალიან კარგ სიტუაციაში ვიყავი სამუშაოს მხრივ და ამ ყველაფერმა შემიწყო ხელი, რომ მე გამომიყვანა იმ სტრესული ფონიდან, მეგობრებო, ჯოჯოხეთიდან გამომიყვანა. ხო, ასე რომ არ ინერვიულოთ, თუ კი ეს დაძაბული სიტუაცია გაქვთ, მეგობრებო, იმიტომ რომ თქვენ იმყოფებით ტრანსფორმაციაში. გაშლა გვაქვს ახლა სურვილებზე. დღევანდელი გაშლა, აი, დღევანდელი ჩვენი საჯარო ლაივი არის სურვილებზე. რა სიახლეები შემოდის ის, რაც ჩვენ ძალიან გსურდა და ის რა გსურს ჩვენ. ჩვენ რაც გსურს იმასთან დაკავშირებით, მეგობრებო. ჩვენი სურვილები. გაიხარე. ღრმესი მადლობა ყველას, მეგობრებო. ასე რომ არაფერზე არ ინერვიულოთ და თუ კი ემთხვევა თქვენს ენერგიებს, ეხლა რაც ჩვენ წავიკითხეთ, მეგობრებო, თქვენი დახასიათება, გააგრძელეთ ყურება. და გულთან არ მიაკაროთ, ყველაფერი იქნება კარგად. კი, ნამდვილად კარგი თემაა. ნამდვილად კარგი თემაა, ჩემო ძვირფასებო და ეხლა დავიწყოთ. აი მე არ ვიცი როგორ გავაჩერო ეს ეკრანი, იყოს ასე თუ არ იყოს, აღარ ვიცი მეგობრებო. ხო. დავიწყოთ ეხლა. ჩვენი სურვილები. აბა ვის რა სურვილი გქონდათ ეხლა მაინტერესებს. რა არის ის თქვენი სურვილი, რაც ყველაზე მეტად გინდათ რომ აგისრულდეთ? რამდენი გაქვთ მეგობრებო? აი მე რამდენი გაქვთ მეგობრებო ოღონდაც, ძალიან ბევრი სურვილები გაქვთ. აი სურვილების ასრულებაა ზუსტად ეს. მოდი დავასრულოთ აქ. გაიხარე ანა მარია. გაიხარე. უღრმესი მადლობა ყველას ესეთი თბილი სიტყვებისთვის, მეგობრებო. აი ხო გეუბნებით, შევდივარ YouTube-ზეც და იქ ისეთი თბილი კომენტარები მხვდება, რომ აი მადლობა დიდი. მე დღეს ბევრად უკეთესად ვარ და კი, უფრო ნაკლებად მაწუხებს ფეხების ტკივილი, ასე რომ ძალიან ბევრი ვიშრომი იმისთვის და მივიღე ბევრი
წამალი, რომ ხვალ უნდა გავიდე გარეთ, მეგობრებო და საკუთარ თავს უნდა მოუწყო პაემანი. აი ეს გადავწყვიტე ხვალისთვის. ეს ჯერ თქვენთვის არ მithქვია, ბევრისთვის და ამიტომ ვამბობ ახლა ლაივში, რომ ხვალ მივდივარ გარეთ მარტო, აი ჩემს დაბადების დღეზე ხვალ მივდივარ მარტო და აი ჩემ თავს უნდა მოუწყო პაემანი. ჩემო ძვირფასებო, კი, ასე ვფიქრობ. ეს მაქვს გადაწყვეტილი. აი თქვენი სურვილებიც. აი ჩემი სურვილიც და თქვენი სურვილებიც. ჩემი სურვილია ხვალინდელი დღე, რომ მოვიწყო, გავილამაზო. თქვენ რისი სურვილი გაქვთ, მეგობრებო? ძალიან ბევრი გაქვთ და ღმერთმა და უფალმა ყველა აგიხდინოთ უკლებლიო. ვის ურთიერთობის სურვილი აქვს? ვის რა სურვილი აქვს, მეგობრებო? გაიხარეთ. კი, ძალიან ბევრი მესაკუთრეები მიყურებთ. ძალიან დიდი მესაკუთრეები მიყურებთ. კი. ბევრს უფულობის შიშიც გაქვთ. ბევრს გაქვთ იმის სურვილი, რომ ფინანსები გქონდეთ კარგად. კი. ბევრი სურვილი კიდევ ისაა, რომ რაც თქვენია, არავის არ დაუთმოთ. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ეხლა თუ კი ჩემია, რატო უნდა დაუთმო სხვას? გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. კი, აი მეგობრებო, და პარტნიორი. მეგობრებო, თქვენი სურვილია მოსიყვარულე პარტნიორი, რატომაც არა? აი ესე თასებით ხელში, ესეთი სერენადებით, მოდი ასე ვიტყვი. ვაი, მეგობრებო, ქვევიდან ნახეთ რა კარტია. ხო და ელოდებით ახლა თქვენი სურვილია ის, რომ თქვენთან მოვიდეს ესეთი ადამიანი და თქვენ ამ ადამიანს ელოდებით. ელოდებით, მეგობრებო. რა ვქნა ელოდებით, აგერა, თქვენი დიდი სურვილია. იმდენად მესაკუთრე ხართ ამ ადამიანის, თქვენ ამ ადამიანს ელოდებით, არავის არ დაუთმობთ. აი რა ვქნა, თქვენი ენერგეტიკა და ქვეცნობიერი ამას ამბობს, რომ არ გინდათ რომ დათმოთ. აი მეგობრებო, როგორ ხართ უიმისოთ. აი გინდათ რომ მოვიდეს, ესე გინდათ რომ ესე მოვიდეს, მეგობრებო და აი რაღაც დაგპატიჟოთ, სადმე დაგპატიჟოთ, წახვიდეთ, სადმე დაისვენოთ, მთაში, ზღვაში, სადმე, სადაც იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ტყეში, ღრეში თუ სადმე. ხო, აი ამის დიდი სურვილი გაქვთ. ესაა თქვენი ძალიან დიდი სურვილი, უდიდესი სურვილი. თუმცა ძალიან ბევრი სურვილები გაქვთ. ბევრი სურვილები გაქვთ ამ ადამიანთან დაკავშირებით, მეგობრებო, კიდევ. კი, ვაღიარებ ამასაც. ძალიან ბევრს გეგმავთ რაღაცებს. აი უფალს როგორ ევედრებით. უფალს როგორც ევედრებით, მეგობრებო. თუნდაც ხოხში, არა, რატო ხოხში? რატო მეგობრებო, ხომ ასეც ნუიტყვით. აი ბევრჯერ გამიგონეთ, თოხის ტარზე დაეტევა ადამიანიო. აბა ვინ დაეტია თოხის ტარზე? ვინც დაჯდა თოხის ტარზე, მეგობრებო, კმაყოფილი ხართ? არ თქვათ ესე ჩემო ძვირფასებო. ყოველთვის უფრო საუკეთესოზე იოცნებეთ, საუკეთესოზე ინატრეთ და იფიქრეთ. ხო, მოკლედ უფალს ევედრებით, მეგობრებო, ამ ყველაფერს. უფალს ევედრებით, აი თქვენს ცხოვრებას, ძალიან თქვენს სურვილებს ევედრებით უფალს. გინდათ რომ ყველაფერი დაალაგდეს, რა თქმა უნდა, მეგობრებო. ეს ასეც იქნება. თქვენი გადაწყვეტილება ის, რომ დაალაგდეს. თუმცა თქვენ კიდევ გადაწყვეტილების წინაშე დადგებით, მეგობრებო. იღოთ თუ არა ადამიანიდან შემოთავაზება. მე ვფიქრობ, რომ თქვენთან მოვა ადამიანი და გადაწყვეტილების წინაშე დადგებით. თქვენ ამ ადამიანის დახმარება და გვერდში დგომა მიიღოთ თუ არა. შეიძლება წარსულის პარტნიორი მოვიდეს თქვენთან დაბრუნდეს და გითხრათ, შემოგთავაზოთ რაღაც გვერდში დგომა, დახმარება ფინანსური, მორალური, არ ვიცი რა შემოგთავაზებთ, ეს ჯერ კიდევ საკითხავია და თქვენ დადგებით გადაწყვეტილების წინაშე. მიიღოთ თუ არა ეს ადამიანი. ეხლა მეგობრებო, დააკვირდით, რასაც ვამბობ. სურვილი გაქვთ კი. მოვიდეს ეს ქვეცნობიერში გაქვთ რომ გინდათ რომ მოვიდეს და გინდათ რომ ერთად იყოთ, მაგრამ ეს ადამიანი როდესაც მოვა თქვენთან, თქვენ მეგობრებო ალბათ ეჭვი შეგეპარებათ რომ გინდათ თუ არა უკვე მასთან ეს ყველაფერი. ძალიან კარგად დაფიქრდით. აი მეგობრებო, ძალიან კარგად დაფიქრდით. მიიღებთ თუ არა ამ ადამიანის დახმარებას. ან გიღებთ თუ არა მისგან ამ დახმარების მიღება, ამ ხელის გამოწვდომას მიიღებთ თუ არა მისგან, მეგობრებო. ხო, ამიტომ კარგად დააკვირდით, რომ განმეორებითი შეცდომები არ დაუშვათ. კი, ამ ყველაფერს კარგად დააკვირდით. თორემ ეს ადამიანი აუცილებლად მოვა, მეგობრებო, მაგრამ დააკვირდით, ვისთვის მოვა და რატომ მოვა. ხო, იმის იქეთ რა იმალება,
რასაც გთავაზობთ. კიდევ ეს გაფრთხილებად მიიღეთ. ხო. უარი არ უთხრათ, უბრალოდ დამკვირვებლის როლი მოიგეთ. ხო, მეგობრებო, აი, მეგობრებო, აი, მეგობრებო. ხო, აი ესე ჯეუტი ადამიანი. გადავწყვიტე მოსვლა. გადავწყვიტე შემოგთავაზო რაღაც. გადავწყვიტე როგორც მე მინდა ისე იყოს. აი ჯიუტი ხო ხდებით, ანუ მის საქციელს აღწერ ახლა. ხო, მოვალ ხმლებით, მოვალ ასე, მოვალ ვიმოქმედებ, მაგრამ თვითონაც ტრანსფორმაციაშია მეგობრებო. აი ესაა საქმე. თქვენზე ნაკლებად არც ის არ არის. ამიტომ გაქვთ გაუგებრობა, ამიტომ გაქვთ მეგობრებო, ხა უყურეთ და აკვირდით. როგორც ხართ ახლა თქვენ, თვითონაც არის ისე. ახლა უყურეთ რა ხდება აქ. თქვენ ხო ცუდად ხართ ახლა და ვერ ხვდებით, ვერ გაგიგიათ რა გინდათ, დღეს გინდათ, ხვალ არ გინდათ. აი ისიც ესეა მეგობრებო. ისიც ესეა. რა გონიათ თქვენ? ისიც ესეა. ვერ გაუგია რა უნდა. დღეს უნდა ხვალ არ უნდა. დღეს მოდის ხვალ არ მოდის. დღეს ასია ხვალ ისია. ამ წუთას უყარ ხართ, მეორე წუთას გაბრაზებულია. ანუ სიყვარული და სიძულვილი ერთად აქვს ამ ადამიანს და ვერ გაურკვევია რა უნდა. ხო. მეგობრებო, სიყვარული აქვს, როგორ არა აქვს, მაგრამ ასე შორიდან გითვალთვალებთ. ხო. ესე შორიდან გითვალთვალებთ მეგობრებო, საცოდავათაა, სასწაულათაა. კიდევ მეგობრებო, კიდევ თქვენი სურვილი. მოდი მინდა ვკითხო ახლა მე დასდას. ამ თქვენ სურვილს ასრულება თუ უწერია? ამ თქვენ სურვილს თქვენს პარტნიორთან დაკავშირებით ასრულება თუ უწერია? ღამე აღარ გძინავთ ამის დარდით მეგობრებო. საერთოდ აღარ გინდათ პარტნიორი. ძალიან ბევრი პრობლემები გაქვთ. თქვენ სურვილებს ამ სურვილს თუ უწერია ასრულება? ჯერჯერობით არა მეგობრებო. ჯერჯერობით არა. ეხლა დღეს და ხვალ არა. რაღაც შეტყობინებას მიიღებთ. რაღაც ამბავს გაიგებთ მეგობრებო. რაღაც ამბავს გაიგებთ. კი. რა ამბავს გაიგებთ? ხო, იმ ამბავს გაიგებთ მეგობრებო, რომ ვინც ადამიანი, რომელიც თქვენგან წავიდა, ადამიანი, რომელზეც არაფერი არ იცოდით, ამ ადამიანს მეგობრებო ძალიან, ანუ ამ ადამიანს ძალიან ცუდი ფიქრები აწუხებს, ძალიან ცუდათაა გაიგებთ. ხო, გაიგებთ იმას, რომ ერთ წრეზე დადის. რაღაცას არასწორად აკეთებს. ერთ წელზე დადის კი ეს ერთი და კიდე მეორე ეს არის ბედის კარტიც და ანუ კიდევ რაღაც მეგობრებო, აი იცით როგორი სიტუაციაა? ამ ადამიანს თითქოს და რაღაც მოულოდნელი, მოახლოებული, მოულოდნელი ამბები ელოდება. რა ამბებია ეს რასთან დაკავშირებით? მოულოდნელი, მოახლოებული ამბები. მეც ვეღარ მივხვდი, რაღაცნაირად გადმოცემს. ის რომ ძალიან დიდ დანაკარგებში არის, გაიგებთ ამას. ან თვითონ გეტყვის, ან თქვენ გაიგებთ. იმას გაიგებთ, რომ ამ ადამიანს ძალიან ერთფეროვნული ცხოვრება აქვს. იმას გაიგებთ, რომ ეს ადამიანი თითქოს და პატიმრობაში იმყოფება. შეიძლებაც და ბევრიც მართლა პატიმრობაში იმყოფება და ამ ადამიანზე გაქვთ ჩაფიქრებული. თქვენი პარტნიორი რაღაცნაირად პატიმრობაში იმყოფება. ზოგი პირდაპირ მნიშვნელობით პატიმარია, ზოგი გადატანითი მნიშვნელობით. ისეთი სიტუაცია აქვს, რა პატიმარი და რა მეგობრებო მიხვდით, ახლა რაც ვიგულისხმე, ხო? ხო, თავისი манипуляციებით, მეგობრებო. კი. თავისი манипуляციებით იმყოფება ახლა ილუზიებში და ძალიან დიდ დანაკარგებში, ოცნებების აუხტენლობაში. აი, მისი ოცნებები თქვენთან დაკავშირებით ამოყირავებულია და ამიტომ ამ ამბავს გაიგებთ, რომ ძალიან ცუდათაა კი. კი, ძალიან ცუდათაა. მუშაობის თავიც აღარ აქვს, ვერაფერს ვერ აკეთებს მეგობრებო. ხო. მას რომ არ შეესაბამება და მას რომ არ შეეფერება ისეთ სიტუაციაშია, თუმცა თქვენ გამო ეს ადამიანი კამათობს. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ამოდის ეს პოზიცია, რომ თქვენი პარტნიორი ყოველთვის კამათობს. ხო, თქვენ გამო კამათობს მეგობრებო. სულ კამათობს თქვენ გამო. ამ ბოლო დროს სულ კამათობს თქვენ გამო თქვენი პარტნიორი.
ვინც არ უნდა მიყურებდეთ ეხლა მამაკაცი თუ ქალბატონი არ აქვს მნიშვნელობა. კამათობს თუ არ იციან სახელმწიფო ვიღაც რომ არის იციან და ეს ვიღაც თქვენ ხარ და ამის გამო კამათობენ მეგობრებო. გარკვეულად თუ გაურკვევლად კამათობენ. თქვენი სურვილები რა არის ის რაც თქვენ გინდათ რომ აგისრულდეთ? კი, ბალანსი. გინდათ რომ საკუთარ თავთან იპოვოთ ბალანსი. გინდათ რომ საკუთარ ცხოვრებაზე იპოვოთ ბალანსი, საკუთარი ცხოვრება დააბალანსოთ, საკუთარი ფინანსები დააბალანსოთ, ამ ტყუილებიდან გამოხვიდეთ და აი თქვენი დიდი სურვილია ეს, მაგრამ ვერ ახერხებთ. აი ბოლომდე ვერ ახერხებთ, ჯერ ვერ ახერხებთ მეგობრებო. ცოტა დააგვიანდება ამ ყველაფერს. ეს უცებ არ მოხდება. ეს უცებ არ მოხდება მეგობრებო. ეხლა არ მინდა შეგაშინოთ ვის როგორ მეგობრებო. ზოგისთვის ადრე მთავრდება ეს რთული ტრანსფორმაციის პირველი ეტაპი, პირველი ეს ეტაპობრივია მეგობრებო. ხო, ეს არის ეტაპობრივი. პირველად არის ძალიან ძლიერი და მერე ნელ-ნელა ნელდება. ანუ ეტაპობრივად ნელდება და უკვე გადადის. მაგრამ რაც უფრო გადადის მეგობრებო, ხო? თქვენ უფრო სულ სხვანაირი ხდებით და ბოლოს როცა მე რო ვარ ახლა ამ ეტაპამდე, როდესაც მოხვალთ მეგობრებო, საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ. თქვენ ის აღარ იქნებით ვინც იყავით და თქვენ თვითონ ამას მიხვდებით, რომ თქვენ აღარ ხართ, თქვენ საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ. ძალიან გაგიკვირდებათ მეგობრებო, ამისთვის იყავით მზად. ხო. აი ესაა ტრანსფორმაცია. ის აზრები აღარ გექნებათ, ის შეგრძნებები აღარ გექნებათ, ის ფიქრები აღარ გექნებათ, ის გარეგნობა აღარ გექნებათ, ის ხედვა, ის გემოვნება, ის ტრადიციები, აი ის აღარ იქნებით საერთოდ ვინც იყავით. არა მარტო თქვენ მეგობრებო, თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი ანათესაო, თქვენი მეგობრები, თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები, ვინც გიცნობდათ ისეც ვეღარ გიცნობენ უკვე ასეც. ხო. აი მეგობრებო, მე როდესაც დავბრუნდი საქართველოში, ზუსტად ეს სიტუაცია მქონდა. ვერ მიცნეს. მეც ვერ ვიცანი საკუთარი თავი. მეგობრებო, ესე იქნებით თქვენ. ბოდიში და იქნებით ფეხებზე დამიკიდეები. ზოგ შემთხვევაში ესეც ძალიან კარგია. უნდა იყოთ ესეთები. ნაკლებად ინერვიულებთ, ნაკლებად იდარდებთ. უფრო ქვასავით გახდებით, აი ძლიერები, უდრეკები, აი ტყვია გაუმტარები. აი მესმის რომ არ გინდოდათ ასეთი ყოფილიყავით, მაგრამ ხო, ნუ რა ვქნათ. კი. მეც არ მინდოდა ესეთი ყოფილიყავი, მაგრამ ნუ რა ვქნათ მეგობრებო. აი აქეთკენ მიდიხართ. და მე ამ ყველაფრისთვის სადღაც აი თქვენ არ შეგაშინებთ, მაგრამ მე სავარაუდოდ მეგობრებო 2-3 წელი დამაგვიანდა. კი, 2-3 წელი მეგობრებო. 2-3 წელი. ამ რთული პერიოდიდან, ამ ეტაპიდან გადასვლა უფრო ადვილში, შედარებით ადვილში, თორემ ეს ტრანსფორმაცია მე არ მაქვს დამთავრებული მეგობრებო. ტრანსფორმაცია ეს არ ნიშნავს რომ ეხლა გაივლი ამ პერიოდს და დამთავრდა, всё, მორჩა, всё, მეტი აღარ იქნება. არა მეგობრებო. ეს არის ფიქრობთ ვინმე. რომ ახლა ამ ეტაპს გაივლით და დამთავრდება ამით ყველაფერი. არა. ტრანსფორმაცია არასდროს არ მთავრდება. ასე რომ ამის იმედი არ იქონიოთ. ძალიან წუხვა რომ თქვენს კომენტარებს ვერ ვკითხულობ მეთქი. აპატიეთ ამისთვის მეგობრებო. ძალიან მინდა რაღაცები მაინც წავიკითხო. რა თქმა უნდა, კარგზე და პოზიტიურზე უნდა იფიქროთ. რა თქმა უნდა. არ მოხვალთ მეგობრებო, არ ინერვიულოთ. ჩემს პანაშვიდზე არ მოსულა და არც თქვენთან მოვა ნუ გეშინიათ მეგობრებო. უფალი არ მოგცემთ იმის ისეთ რა ქვია მაგას და განსაცდელს, რასაც ვერ აიტანთ. ამიტომ არ ინერვიულოთ. ხო. მეგობრებო, არ ინერვიულოთ. მე ცოცხალი ვარ, ასე რომ თქვენ არაფერი მოგივათ. ყველაფერთან ერთად, შვილთან ერთად მეგობრებო. შვილის დაკარგვასთან ერთად, ყველაფერი ერთად მქონდა მეგობრებო და აი ცოცხალი ვარ.
ცოცხალი ვარ, მეგობრებო, ასე რომ არი ნერვიულოთ. ყველაფერი გექნებათ კარგად. ხო. თქვენი სურვილები. რომ ეს სირთულეები გადალახოთ, რომ ეს სიზნელეები გადალახოთ, რომ ამ დეპრესიიდან გამოხვიდეთ. ძალიან დეპრესიული ფონი გაქვთ და გაუბედურებული გრძნობთ თავს, უბედურად გრძნობთ თავს, მეგობრებო. გენატრებად წარსული, გენატრებად ლაღი და ბავშვური ცხოვრება, ბავშვები, პატარები რო იყავით კი. აი უპირობო სიყვარული რო გქონდათ, მეგობრებო. უპირობო სიყვარული რო იციან, აი ის პერიოდი გენატრებად. უსამართლობა, ძალიან ბევრი უსამართლობაა თქვენ ცხოვრებაში და გინდათ რომ ეს დასრულდეს. ვინ სიტყვიერი უსამართლობა, ვინ ლანძღვითი, ვინ შეურაცხყოფა, ვინ რა გადაიტანეთ მეგობრებო. მე მეგობრებო, მქონდა ისეთი პერიოდი, ახლა გაგაცინებთ. ხო, მე ხო ჩემი ცხოვრება ხო საერთოდ იყო კატასტროფა ჯოჯოხეთი მეგობრებო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჯოჯოხეთი. აი ყველაფრის მომსწრება არის რო იტყვიან, შეურაცხყოფის, დამცირების, დამონების, მოტყუების, ღალატის, აფერისტობის, აი ხელით შეხების, ჩაკეტვის, იგნორის, აი რა ვთქვა მეგობრებო. სიტყვიერი შეურაცხყოფის ხო, კიდევ რა ვთქვა, კიდევ მინდა უბრალოდ ყველაფერი გითხრათ მეგობრებო, რაც შეიძლება რომ ყველაფერი გითხრათ, ხო და ბოლოს ამასაც მეუბნებოდა რომ აი ხო, ჩემი მეორე ნახევარი მეუბნებოდა, მახინჯო რას გაფხარ, სარკეში არის ხედები? ვინ შენ შეგხედავს? ხო, ანუ აი ვინ შეგხედავს, ან შენ ვის ენდომები, ან შენ საერთოდ ვის ეყვარები, ან აი მსგავსი რაღაც კიდევ ტატატატა მეგობრებო, უბრალოდ ახლა ყველაფერს უცებ არ მახსენდება, აი უბრალოდ მართლა რაღაცებიც უკვე დავიწყებაში მიდის, კი გარწმუნებთ რომ დავიწყებაში მიდის, ხო და ამიტომ აღარ მახსოვს კიდევ ძალიან ბევრი რაღაცები მეგობრებო, აი ენით აუღწერელი უბრალოდ აუტანელი აი რეციდივისტული ცხოვრება მაქვს გავლილი. აი რა ვთქვა არ ვიცი. ხო. ხო, აი ზოგადად ანუ რისი თქმა მინდა, ხო და ანუ ისეთ განსაცდელს არ მოგცემ თუფალი მეგობრებო, რომ ვერ აიტანთ და ბოლოს კიდევ ამ ყოლაფრიდან რო გამოვედი, ბოლოს შვილის დაკარგვაც მეგობრებო და აი ხო ხედავთ, მაინც ფეხზე ვდგავარ, მაინც ცოცხალი ვარ, მაინც ვაგრძელებ ბრძოლას, ვებრძოლები, ცხოვრებას კი არ ვებრძვი, ადამიანებს ვებრძვი მეგობრებო. არასოდეს არ გავსინჯი სამყაროს და არ ვიტყვი რომ სამყარო უსამართლოა, არა. სამყარო არა უსამართლო, უსამართლოები არიან ადამიანები მეგობრებო. ამიტომ სამართლიან ადამიანებთან უნდა ეძებოთ სამართალი. ხო. აი ასე მეგობრებო. მოკლედ, ეხლა არ გავაგრძელებ ყველაფერს აქ მეგობრებო, უბრალოდ ეხლა ვარ ჩვენ სურვილებზე. და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან ბევრი სურვილი მაქვს, ძალიან ბევრი ოცნებები მაქვს, ძალიან ბევრი გეგმები მაქვს მეგობრებო, ასე რომ წინ იარეთ, წინ იხედეთ, არაფერს არ მოუხედოთ უკან. ხო. არა უშავს. ზუსტად მასე ვფიქრობდი მეც. ჩემი თავი მეზიზღებოდა, მეგობრებო, არ თქვათ ესე. არ გინდათ ესე არ თქვათ. არ გინდათ ესეთი რამე არ იფიქროთ მეგობრებო. გადაივლის ეს თქვენ აი ნახეთ მოვა დრო და თქვენ სიტყვებს გაიხსენებთ. და ჩემსაც გაიხსენებთ რო გეუბნებით. ყველაფერი იქნება კარგად. არი ნერვიულოთ. ყველაფერი იქნება კარგად. სურვილებზე და ოცნებებზე, ის რაც ჩვენ ძალიან გსურს, რა გსურს ყველაზე მეტად, მეგობრებო. და მაინც გავაგრძელოთ უნდა ცხოვრება. აბა რა. აი მეგობრებო. ნახეთ მეგობრებო, დისბალანსი, სადაც ბალანსი დაკარგულია, მარტოობის შეგრძნება, აი მარტოობის შიში, აი ინტერესების დაკარგვა, აი ყველაფრის დაკარგვა, აი არაფრის სურვილი რო არ გაქვთ, მეგობრებო. ნახეთ, თქვენი სურვილები, საითკენ მიდის. არი ნერვიულოთ.
არ ინერვიულოთ. შეიძლება ეხლა ბევრს მუშაობის შესაძლებლობაც არ ქონდეთ, იმდენად დასტრესილები იყნეთ. აი ზუსტად მეგობრებო, ზუსტად არ ინერვიულოთ. ეს ყველაფერი გადაივლის, დადგებით ფეხზე. მუშაობის და შრომის ხალისიც მოგივათ, ფინანსების ხალისიც მოგივათ, ხვავი და ბარაკაც გექნებათ, ოჯახიც გექნებათ. ნახეთ, თქვენ ცხოვრებას გაანოლებთ. ამ მიჯაჭულობიდან განთავისუფლდებით. განთავისუფლება მეგობრებო თქვენი. აი ეს კარტი რო 100-ია, ყველაზე მაგარია, ესე ამობრუნებული როა მეგობრებო. არ ინერვიულოთ. დასრულდება ეს ყველაფერი. გადაივლის. თქვენ ეს გზა უნდა გაგევლოთ მეგობრებო, რომ უფრო ძლიერები გამختარიყავით. აი ზუსტად. აბა მითხარით ახლა თქვენ როგორ გონიათ, მე როგორ წარმოვიდგენდი ჩემ ცხოვრებას? თქვენ როგორ გონიათ მეგობრებო? აი იმ ჯოჯოხეთს ვინ წარმოიდგენს, რას ლაპარაკობთ? ყველაფერი იქნება კარგად, არ ინერვიულოთ. საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდეთ მეგობრებო. მე ხო მიკროინსულტი გადავიტანე. თქვენ რა გონიათ? მე გადავიტანე მიკროინსულტი 2 ჯერ დედას გეფიცებით. 2 ჯერ. მე ისეთი სიმპტომები მქონდა. მე მიკროინსულტი გადავიტანე. კი მეგობრებო, დედას გეფიცებით. აი ზუსტად იმ სიტუაციას გეუბნებით, რაც მე გავიარე, მაგრამ ცოცხალი ვარ, არ ინერვიულოთ. საკუთარ თავს გაუფრთხილდით. ხო. ძალიან ბევრი თქვენთაგანი მიცნობს. აი უბრალოდ რო იცოდეთ უბრალოდ, ვინც მიცნობს. პირი დაგრჩება დღეა მეგობრებო. ძალიან ბევრი მიცნობს, კი. უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, ეხლა მე თუ ვარ ეს. ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი მილაიქებს. ძველი თანამშრომლები, ძველი მეგობრები, ძველი რა უბრალოდ, ძველი არ არიან. ეხლაც მყავენ მეგობრებში. ძველი არ მეგობრებო. ეხლაც მყვანან მეგობრებში, მაგრამ კი. მოკლედ მეგობრებო, უყურეთ რა ხდება ახლა თქვენი ტრანსფორმაცია მიდის წარმატებისკენ. ანუ უყურეთ ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი ლაგდება, ასე დიდხანს არ გაგრძელდება, ასე რომ არ ინერვიულოთ. ხო, არ ინერვიულოთ. თქვენ იბრძოლებთ მანამ სანამ არ მიაღწევთ თქვენსას. კი, თქვენ ეს გამოგივათ. აუცილებლად გამოგივათ. ამ სირთულეებს, ამ ტყუილებს, ამ ინტრიგებს, ამ დანაკარგებს, ამ ყველაფერს გადალახავთ. კი, უყურეთ, ახალი ინტერესები დაგიბრუნდებათ, ახალი შესაძლებლობები მოგეცემათ, ამის საშუალება მოგეცემათ, ამის ინტერესი მოგეცემათ, მეგობრებო, ამის მუზა მოგივათ. მოგივათ, მეგობრებო. აი მოგივათ. აუცილებლად მეგობრებო, არ ინერვიულოთ. შეიცვლება უკეთესობისკენ, ტენდენციის შეცვლა უკეთესობისკენ მეგობრებო. ეს თუ კი პარტნიორს ეხება, პარტნიორთან ურთიერთობა შეიცვლება უკეთესობისკენ, კი. ცუდი ტენდენციის შეცვლა უკეთესობისკენ, არ ინერვიულოთ. არ ინერვიულოთ. ხო, აი დამშვიდდით, დაწყნარდით, დაბალანსდით მეგობრებო. აი როგორც ეს ასურათი, როგორც აქ ხატი ხართ ეხა თქვენ. აი ესე, დამშვიდდით. არაიცრუოთ იმედები, არაიცრუოთ გული თქვენს გეგმებზე. ყველაფრის გადაჭრა შეიძლება, პრობლემების მოგვარება. ეს სამკუთხედი, რამდენადაც სამკუთხედის კარტია, იმდენად პრობლემების მოგვარების კარტია. აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ფორტუნა და გამარჯვება თქვენ ამ პრობლემებს გადაჭრით და თქვენ ამ პრობლემებს რომ გადაჭრით აღნიშნავთ ამ დასასრულს მეგობრებო. ამ გამარჯვებას თქვენ აღნიშნავთ. რა თქმა უნდა. გეუბნებით მეგობრებო, 2 ჯერ მიკროინსულტი გადავიტანე.
ინსულტი მიკრო გადავიტანე 2 ჯერ მეგობრებო. მე ლამის მოკვდი. საღამო მშვიდობის ლელა. ნუ გაქვთ არასტაბილურობის შიში მეგობრებო. ნუ გაქვთ სამყაროზე განაწყენება. ნუ იქნებით ისე რომ თითქოს ეს ყველაფერი რაღაც უპატიოსნო თამაშს გავს. არა მეგობრებო, რაც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი უნდა გაგევლოთ. ეს ტყუილებიც უნდა გაგევლოთ. ეს ყველაფერი უნდა გაგენცადათ თქვენ, რადგან სხვანაირად სამყარომ ვერ მოგახედათ სამწუხაროდ მეგობრებო. ეხლა იქნებით აგრესიულები, ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავთ რაღაცაში და ეს გადაგდით მერე კონფლიქტში მეგობრებო. საკუთარ თავთან კონფლიქტში. კი, მარტო გინდათ დარჩენა, აი ესე გინდათ მარტო იყოთ. ხო და იყავით მეგობრებო, ეს დანაშაული არ არის. საკუთარ თავთან ყოფნა და განმარტოება ეს არ ნიშნავს მარტო ყოფნას. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავში იპოვით ძალას და მომავალს მეგობრებო. თქვენი პარტნიორი კიდევ აი ესე თითქოს და გაურბის პასუხისმგებლობას, თითქოს და გემალებათ. კი, მაგრამ მეგობრებო, გარწმუნებთ, რომ ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის. რას გირჩევთ სამყარო? გადაერთეთ თქვენს საქმიანობაზე, თქვენს ფინანსებზე. რას გირჩევთ სამყარო? თქვენ აუცილებლად მიხვდებით ვის უნდა ენდოთ და ვის არა, ვინ გატყუებთ და ვინ არა, მეგობრებო, ანუ ზოგადად თქვენ უკვე ყველაფერი ძალიან კარგად იცით ისედაც. კი, როგორ უნდა მოიქცეთ და რა რჩევას მოგცემთ სამყარო მეგობრებო და რჩევა არის ის, რომ არ მოусმინოთ ჭორ ამბებს, ენის მიტან მოტანებს. არ ვიცი ვინ საიდან რას გებულობთ, ვინ ინტერნეტით გებულობთ, ვინ ვის გეუბნებათ, ვის ამბები მოაქვთ თქვენთან. არავის მოტანილი და გაგებული ამბავი არ დაიჯეროთ, სანამ თქვენით არ დაინახავთ მეგობრებო. არც კარგი და არც ცუდი. არავის ნათქვამი არაფერი არ დაიჯეროთ. არც კარგი ამბავი დაიჯეროთ და არც ცუდი მეგობრებო. ხო. წუთილი გაქვთ ამ თქვენს პოზიციაზე, მაგრამ უყურეთ მეგობრებო. ესე არ შეიძლება. აუცილებლად უნდა იპოვოთ საკუთარ თავში ბალანსი და გაიხედოთ წინ. აუცილებლად ყველაფერი გექნებათ კარგად. ძალიან ბევრი სურვილები აგისრულდებათ, ძალიან ბევრი ოცნებები აგისრულდებათ მეგობრებო. უბრალოდ ნუ ინერვიულებთ. საკუთარი თავი უნდა აიყვანოთ ხელში. ხო. ნებისყოფა გამოიჩინოთ. ამიტომ მეგობრებო, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, კარგი გირჩევთ, რომ არ ინერვიულოთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ეს სიტუაცია გადაივლის და ყველაფერი იქნება კარგად. სალამი ყველას, სალამი. ნამდვილად ანა მარიას, ნერვიულობა იწვევს ძალიან ბევრ ცუდ თვისებებს, ამიტომ მეგობრებო, თავს გაუფრთხილდით. გარწმუნებთ, არავის გამო არ ღირს ეს. მე საკუთარ შვილს ვერ გავეკიდე, ამიტომ არავის არ გავეკიდები. ამით ვიმშვიდებდი თავს, ეს იყო ჩემი ერთადერთი სიმშვიდის პოვნა და ძალა, რომ აი ვის უნდა გავეკიდო, როდესაც ყველაზე დიდი სიყვარული, ჩემი დიდი ოცნება და იმას ვერ გავეკიდე მეგობრებო. ახლა ვის უნდა გავეკიდო, ვისთვის უნდა ვინერვიულო, ვისთვის უნდა მოვიკლა თავი, აი რატომ? ამად გიღირთ, ჩემო ძვირფასებო. თავი აიყვანეთ ხელში. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ აი ამ დეპრესიიდან გამოხვიდეთ.
ყველაფერი გააკეთეთ მეგობრებო. შეუძლებელიც კი. აი ნელ-ნელა, პატარ-პატარა ნაბიჯებით. ხო. მოკლედ მეგობრებო, მოდი ახლა ვკითხოთ ჩვენ ასტრა ბარათებს. ჩვენს ასტრა ბარათებს ვკითხოთ მეგობრებო. უფალი მოწყალია მეგობრებო, იცოდეთ. დღევანდელი ჩვენი სურვილები. დღევანდელი ჩვენი სურვილები მეგობრებო. ხო, აი ნახეთ. ნახეთ მეგობრებო. გულწრფელობა. ყველაზე დიდი სურვილი თქვენი არის ის, რომ საკუთარ თავთან იყოთ გულწრფელები მეგობრებო. გულწრფელები და აი რა ვქნა მეგობრებო. ნახეთ როგორი კარტია მორგანა. მორგანა თვალი გაქვთ მეგობრებო, ძალიან დიდი თვალი გაქვთ. სხვათა შორის მეც მაქვს თვალი. მე მაქვს თვალი მეგობრებო კი. ძალიან მაგრად ვღებულობ ადამიანებიდან თვალს. კიდევ მეგობრებო. ეს არის თქვენი საიდუმლოებები. თქვენი ნახეთ, რადგან საიდუმლოებების კარტია, ეს კარტი არის საიდუმლოებების კარტი და ეს არის კიდევ მაგის კარტი და მორგანას კარტი და ეს არის კეთილი მორგანა, რომელიც თავის ოცნებებს და სურვილებს ისრულებს მეგობრებო. აი ამ თევზით. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, გარწმუნებთ, რომ თავარია საკუთარ თავთან იყოთ გულწრფელები, ხო? მე ამოვედი. მორგანა, ხო, შენ ამოხვედი მორგანა. აი შენ ხარ ეს, შენი კარტია ეს. აი აწერია მორგანა, კიდეც დაგანახებ, ჩემო კარგო. აწერია მორგანა, აი მორგანა. კი. ამიტომ ყველანაირი სურვილის შესრულება შეგიძლიათ მეგობრებო. ასე რომ არი ნერვიულოთ თქვენ, არ ვიცი ხა რამდენს გწამთ და გჯერავთ, მაგრამ თქვენ ეს თევზი უკვე დაჭერილი გყავთ, რაც ახატია, მოდი ამ სურათით ვიმსჯელოთ. თქვენ ეს თევზი უკვე დაჭერილი გყავთ მეგობრებო, ასე რომ არაფერზე არ უნდა ნერვიულობდეთ. თუ დაუკვირდებით ახლა მე რასაც ვამბობ მეგობრებო, თქვენ თუ ამ სიტყვას დაიჭერთ ახლა და ამ აზრს და შინაარს დაიჭერთ მეგობრებო, მე რასაც ვსაუბრობ, თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით ახლა მე რაც ვთქვი. კი. აუცილებლად მორგანა. დედას გეფიცები, აუცილებლად მეგობრებო, უბრალოდ უნდა გაითავისოთ ის, რომ ეს სიტუაცია თქვენ უნდა გაგევლოთ, როგორც მე. აი როგორც მე უნდა გამევლო და აი არ არსებობს ადამიანი, რადგან უფალი ამ განსაცდელს გაძლევს, ესე იგი შენ უნდა იყო ძლიერი, შენ ხარ ძლიერი და უნდა იყო ძლიერი. შენ ვერ აფასებ საკუთარ თავს, საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს, საკუთარი თავის არ გჯერა. ხო და დაიჯეროთ უნდა მეგობრებო, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. ნებისმიერი ადამიანის გაშვება შეგიძლიათ. ნებისმიერი ადამიანის გაშვება შეგიძლიათ, ნებისმიერი სიტუაციის გაშვება შეგიძლიათ. უბრალოდ ახლა ნახეთ რა ხდება. არას თქმაც უნდა ისწავლოთ. და ამ ადამიანს, ვინც აქ ხატია, ყველაფერი შეუძლია და ყველაფერს აკეთებს. იმისთვის რომ რაც მას უნდა იმას მიაღწიოს. აი ესეც გაითვალისწინეთ. ეს ადამიანი არაფერზე არ დარდობს. ნახეთ, აქეთ ჭიქა უკავია, იქეთ ღერის, იქეთ თევზაობს, იქეთ ყველაფერს აკეთებს. არაფერი არ ადარდებს საერთოდ. ხო, და თავზე ძალიან დიდი გვირგვინი აქვს დადგმული. რა თქმა უნდა მეგობრებო, სხვანაირად არც ვიფიქრებ. ნელი ნაბიჯებით. ყველაფერი გამოგივართ, ასე რომ არი ნერვიულოთ. ვაიმე, ეს არ გამისკდეს აქ. ამას ახლა დავაკვირდი. ერთი წუთით მეგობრებო. აი ერთი წუთით ამას ახლა დავაკვირდი მეგობრებო. რომ ეს ქვემოდან გახურდება და სტეკლოზე მიდევს. აი ესია საქმე ჩემო ძვირფასებო, ასე რომ არი ნერვიულოთ.
კიდევ რას გვეტყვის? კიდევ რას გვეტყვის? ხო, აი რას გვეტყვის მეგობრებო და ხო, წესრიგი უნდა დაიცვათ. ყველაფერთან უნდა იყოთ ბალანსში. ბალანსში მეგობრებო. ბალანსში უნდა იყოთ. ეს არის კიდევ ეს ძალიან ბევრი მთქმელი კარტია, მაგრამ ერთ-ერთი არის წესრიგის კარტი. წესრიგი უნდა დაიცვათ ყველაფერთან. ბალანსი უნდა დაიცვათ ყველაფერთან. ანუ თავი არ უნდა დაამცირებინოთ არავის, ჯერ ერთი. აქედან დავიწყებ. ამ კარტს აქ ასეთი ახსნა. დამცირება, არავის არ უნდა დაამცირებინოთ თავი. ეს ერთი. ეს არის კიდევ მეგობრებო ჯიუტი ადამიანის და თითქოს და გაუბედურებული ადამიანის პოზიცია. აი ზუსტად თქვენზეა ეს. არ იყოთ ესე. არ იყოთ ესე მეგობრებო. თუნდაც ესე იყოთ, მაინც არ უნდა იყოთ ესე. არ მიცეთ თავს იმის უფლება, რომ მე ვარ უბედური. ეს არ თქვათ მეგობრებო. ამას მე არ ვამბობ. რომ ვარ უბედური. მე არ ვამბობ ამას. და არც ვიტყვი. საკუთარ თავს არ მივაყენებ ისეთ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც არალამაზი, რა უბედური ვარ, უი რა სულელი ვარ, უი რა გამოვთაყვანდი, უი აი რაღაც მსგავსი მეგობრებო. ეს არ გააკეთოთ. არავითარ შემთხვევაში ასე არ გააკეთოთ. საკუთარი თავი არ მოიხსენიოთ ესეთი სიტყვებით. სულ მდაბალი სიტყვებით მეგობრებო, არ შეიძლება. თუ გინდათ რომ მართლაც თქვენი სურვილები აგისრულდეთ. ყოველთვის დილას გაიღვიძთ, უფალს მადლობა უთხარით, გაიცინეთ და თქვით რომ მადლობა უფალო ბედნიერი დღის გათენებისთვის. ბედნიერი დღისთვის, ბედნიერი დაღამებისთვის, ბედნიერად დაღამებისთვის. აი რატომაც არა მეგობრებო, აი რატომაც არა, თვალებს რომ გავახელ, ბედნიერი ვარ, აბა რა ვარ. აი ქვემოდან რა კარტია. აი ნახეთ მეგობრებო. ეს არის ადამიანის სურვილების კარტი, ოცნების კარტი, წმენის კარტი, იღბალის კარტი, შთაგონების კარტი, ბედნიერების კარტი, ძალის კარტი, ლოცვის კარტი, სამყაროს კიდევ. აი მეგობრებო, ეს ხართ თქვენ. და ესეც უნდა იყოთ. თქვენთან აუცილებლად მოვაგრძნობა, ორმხრივი გრძნობა. ეს არის თქვენი ძალიან დიდი სურვილი. ეს გუშინაც ამოვიდა მეგობრებო, ხშირად ამოდის. ამის რწმენა არ დაკარგოთ. ეს რწმენის კარტია. ამის რწმენა არ დაკარგოთ, რომ თქვენთან მოვა აუცილებლად ესეთი სიყვარული. ეხლა მე ვერ გეტყვით ამას, ეს თქვენი წარსული იქნება თუ ვინ იქნება, იქნებ წარსულიც გინდათ, მაგრამ არც ამაზე ინერვიულოთ. მთავარია თქვენ გინდათ ორმხრივი სიყვარული და თქვენ ეს გექნებათ მეგობრებო, მაგრამ ვისგან გექნებათ ამას მე ახლა ვერ გეტყვით. ამაზე არ ინერვიულოთ. თქვენ აუცილებლად გექნებათ ორმხრივი სიყვარულის გრძნობა. კი. ამაზე არ ინერვიულოთ. აუცილებლად გექნებათ. სამყარო მოგცემთ ამას. თქვენ არ ინერვიულოთ ამაზე. ეს სამყარო თქვენ გიკავიათ ხელში მეგობრებო. ეს თქვენ თვითონვე ხართ მეგობრებო. ეს თქვენ თვითონვე ხართ. ამიტომ არ ინერვიულოთ. ხო, აი თქვენი სურვილები. ნუ რა ვქნა, კარტები ყოველთვის იმას საუბრობენ, როგორც არის. ჩამოწერეთ, ვის რა გინდათ, რა სურვილები გინდათ, ესეც იყო გუშინ. თუნდაც ბევრი სურვილი ჩამოწერეთ, მეგობრებო. ოცნებების სურვილები, მეგობრებო, რეალური, როგორი გინდათ, ვის მანქანა გინდათ, როგორი ფერის მანქანა გინდათ, რა მარკის მანქანა გინდათ, როგორი საჯდომით გინდათ, ტყავით, ნაჭრით, როგორი ფერის გინდათ, მეგობრებო, აი რა გავაკეთო? ხო, ჩამოწერეთ თქვენი სურვილები, ყველამ. მეგობრებო, ჩამოწერეთ, ვის როგორი პარტნიორი გინდათ, ვის როგორი სამსახური გინდათ, ვის რომელ ქვეყანაში გინდათ წასვლა, რითი გინდათ, ვის როგორი ტანისამოსი გინდათ, რა ბრენდის გინდათ, მეგობრებო, ხა ხوار დავწრილ ჩამოვყვები ყველაფერს სათითაოდ. ხო, აუცილებლად ჩამოწერეთ.
ჩამოწერეთ მეგობრებო. კი. და ეს ყველაფერი უნდა დააკონკრეტოთ. კი ბატონო. ხო, აი ნახეთ. ენთუზიაზმი. ხო, ეს სურვილები თქვენ თვითონ უნდა გამოიჩინოთ ამის სურვილი. თქვენ უნდა გსურდეთ ეს ყველაფერი გულით, სულით, მთელი არსებით. ხო. ხო, აი ეს კარტიც კიდევ მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ ეს არის ნიჭის კარტი. თქვენ ამის ნიჭიც გააქვთ. თქვენ ყველაფრის ნიჭი გააქვთ. თქვენ კიდევ ისეთი ნიჭი გაქვთ, რაც არ იცით და რასაც არ აკეთებთ, არ იყენებთ. მოდი ასე ვიტყოდი. ეს ამას წინათ იყო კიდე. რაღაცის ნიჭი გაქვთ და ამ ნიჭს არ იყენებთ. და იქნებ საკუთარ თავს კითხოთ. რატომ ხდება ეს ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში? აი ეხლა რაც ხდება. საით მიდიხართ, მეგობრებო? იქნებდა ესა იმ ყველაფრის მიზეზი, რომ ეს ყველაფერი უნდა დაიწყოთ, ეს თქვენ უნდა დაიწყოთ, ეს სანამ ამას არ დაიწყებთ, თქვენი ცხოვრება არ შეიცვლება, მეგობრებო. აი ზუსტად, თუ ეს არის, მეგობრებო, ეხლა მე რასაც ვამბობ, დაუკვირდით კარგად. კარგად დაფიქრდით ეხლა და ჩაიხედეთ ყველამ თქვენს გულებში მე რასაც ვამბობ. ვიღაცას რაღაცის ნიჭი აქვს და არ იყენებს. და რადგან არ იყენებს, ამიტომ ყველაფერი უკან მისდის. და სანამ ამ ნიჭს არ დაიწყებს და ამ ნიჭის გამოყენებას არ დაიწყებს, რაც სამყაროს სჭირდება ძალიან, რომ დაიწყოს, მანამ მისი ცხოვრება არ შეიცვლება უკეთესობისკენ. იცით ეს ყველაფერი, მეგობრებო? იცოდით? თუ იცოდით? აბა დამიწერეთ, რამდენმა იცოდით. თუ არ იცოდით? თუ არ იცოდით, აი ახლა გაიგეთ, რომ რაღაც ნიჭი გაქვთ და ეს ნიჭი უნდა გამოიყენოთ. და ამ ნიჭის გამოყენებას რომ დაიწყებთ, მეგობრებო, დროებით არა, მუდმივად. იმ შემთხვევაში იმ დღიდანვე შეიცვლება თქვენი ცხოვრება. და ვინც იცით და არ იყენებთ, მეგობრებო, ამ ყველაფერს, ძალიან აშავებთ. მაგრამ იცოდეთ, რომ აქამდე მიხვალთ მაინც დაიწყებთ ამ ყველაფერს. ამის 1000%-იან გარანტიას გაძლევთ მე, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ვეწინააღმდეგე საკუთარ თავს, რომ ეს საქმე არ დამეწყო, რასაც ახლა ვაკეთებ თქვენთან ერთად მე. მაგრამ მაინც მოვედი აქამდე. აი ზუსტად ის ჯოჯოხეთი გამოვიარე და სანამ ეს არ დავიწყე, მანამდე არ გამოინათა ჩემთან, მეგობრებო. და თქვენთანაც ასე იქნება, იცოდეთ. ამიტომ, მეგობრებო, თუ კი შეგნებულად იცით, რომ რაც უნდა დაიწყოთ თქვენ და ამ ყველაფერს შეგნებულად არ იწყებთ, რომ ადამიანების კრიტიკის გეშინიათ, ადამიანების შიში გაქვთ, რომ ვინ როგორ გაიგებს, ვინ როგორ განკიცხავთ, ვინ რას იტყვის, ვინ რას იფიქრებს და თქვენ ეს გადარდებთ და თქვენ ამის გამო არ იწყებთ იმას, რაც უნდა დაიწყოთ, მეგობრებო, ხო? ძალიან დიდ აშავებთ. ჯერ ერთი მაინც მოგიწევთ ამ საქმის დაწყება. იცით როგორ მოგიწევთ რა სიტუაციაში? აი ბოლოს რო იქნებით რომ უფალო მე დავიწყებ ამ ყველაფერს და ოღონდ მომეცი ეხლა ამ საშუალების აი მომეცი მის საშუალება რომ ფეხზე დავდგე და გამოვინათო და ეს გულის ტკივილი მომაშორე უფალო და მე დავიწყებ ამ ჩემს დასაწყებს და ამ ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ. ხო. აი ჩემს სიტყვებს, ჩემს ფიქრებს გიმეორებთ, მეგობრებო. აი ზუსტად რაც ვთქვი მე ბოლოს. და ბოლოს დავიფიცე რომ რასაც დავიწყებ იმას არასოდეს არ დავანებებ თავს და ეს მართლაც ასე იქნება. ხო. აი მეგობრებო, იმიტომ ვდგავარ ფეხზე, რომ ეს საქმე უნდა დამეწყო და რადგან ეს დავიწყე, ამიტომ ფეხზე ვდგავარ და მე წაქცევის უფლება არ მაქვს. და არ მაძლევს უფალი. აი ესე ხართ თქვენც ეხლა სავარაუდოდ. აი დასკვნა, თქვენი უბედურების თუ ცუდად ყოფნის მიზეზი აი არის ეს. ვისაც სიმღერა შეგიძლიათ, უნდა იმღეროთ, მეგობრებო. ვის ცეკვა შეგიძლიათ, ვის ხუმრობა შეგიძლიათ და უნდა იხუმროთ. კი, იმიტომ რომ ესეც ხუმრობაც ადამიანს აჯამრთელებს. იცით ძალიან კარგად. სიცილი ადამიანს აჯამრთელებს. ეხლა ვინც როგორ გინდათ ისე გაიგეთ ჩემი ნათქვამი. ყველას ჩვენი ნიჭი გვაქვს და ეს ნიჭი უნდა გამოვიყენოთ. ვის რისი გაქვთ, მეგობრებო?
უნდა გამოიყენოთ, მეტი გზა არ გაქვთ. თორემ ამ ჯოჯოხეთიდან ვერ ამოხვათ. და მანამ იქნებით ასე, სანამ არ დაიწყებთ და რომ დაიწყებთ, მერე გამოანათებს. ამის 100%-იან გარანტიას გაძლევთ, მეგობრებო. კი. იმიტომ რომ ზუსტად ეს მჭირდა მეც. ასე რომ ჩემო მეგობრებო, თუ კი გინდათ და ძალიან დიდი სურვილი გაქვთ, რომ ეს თქვენი სურვილები აგისრულდეთ, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც თქვენ გინდათ და როგორც თქვენ გჭირდებათ, ხო, მეგობრებო? აი, იმიტომ ვაბობ, რომელიღაცას თქვენი ოქროს თევზი გყავთ დაჭერილი უკვე, თქვენი საქმიანობა, მეგობრებო, არის ოქროს თევზი. პირდაპირ მაინდამაინც პირდაპირი მნიშვნელობით ოქროს თევზზე ნუ იფიქრებთ ახლა, რომ მე წავალ ახლა ზღვაზე და ვითევზავებ და დავიჭერ ოქროს თევზს. მეგობრებო, არ გამაცინოთ ოღონდაც. ხო. ამიტომ ოქროს თევზი არის ზუსტად აი ის, რა ნიჭიც გაქვთ თქვენ და რასაც არ იყენებთ. ხო, ამიტომ მეგობრებო, ანკესი აღარ მოიმარჯვოთ, არ გჭირდებათ ანკესი. ანკესის გარეშე გყავთ უკვე თევზი დაჭერილი, მეგობრებო. ხო, ასე რომ იფიქრეთ ამაზე. ძალიან იფიქრეთ ამაზე. აი მე მაგალითად ტვინი ლამის გავიჭყლიტე, ვერ მივხვდი რა იყო. და ბოლოს სიტყვა კოდი დავიჭირე. აი ტაროლოგებთან, ტაროს მოსმენაში დავიჭირე სიტყვა კოდი. სიტყვა კოდი დავიჭირე, კარტები. ხო, ტაროლოგია. ბატონო, ეს იყო ის, რაც იყო ჩემი ოქროს თევზი. ეხლა ოქროს თევზი, მეგობრებო, კარგი გაგებით. თქვენი საქმიანობა. ამასთან ერთად, კიდევაც მღერი ვარ, კიდევაც ვხატავ, კიდევაც ვქარგავ, კიდევაც ვუკრავ. მაგალითად, ყველაფერს ვაკეთებ, მეგობრებო. ყველაფერს. ასე რომ იფიქრეთ, რაც გითხარით ახლა ამაზე. თუ გინდათ, რომ ყველაფერი დაგილაგდეთ ცხოვრებაში, პარტნიორთან, თუ გინდათ, რომ ყველაფერი შეიცვალოს უკეთესობისკენ თქვენ ცხოვრებაში და თუ გინდათ, რომ სიმშვიდე და ბალანსი ნახოთ, მეგობრებო. თქვენ საქმიანობას უნდა მოეჭიდოთ. ან თუ არ იცით, რა არის ეს? არის ამის ადამიანები, მეგობრებო, სპეციალისტები, ვინც გამოიკვლევენ თუ რა უნდა გააკეთოთ. ნუმეროლოგიური გამოთვლები ჩაიტარეთ, მეგობრებო, და გაიგებთ ამ ყველაფერს. ოღონდ მე არ ვაკეთებ ამ ნუმეროლოგიურ გამოთვლას. დაიმე, მეგობრებო, აი აქ ხატია მაგი ნუმეროლოგიური გამოთვლა. ერთი წუთით წეღანრო კარტი ამოვიდა. ეხლა გავგიჟდები. წინა გაშლაზე ვერ გავიხსენე. ერთი წუთით, მეგობრებო. აი ის კარტი უნდა ამოვიღო ეხლა, სადაც ის ნუმეროლოგიური გამოთვლა. თქვენ ალბათ მართლაც ეს კარტი აი ეს გესაჭიროებათ, ეს ნუმეროლოგიური გამოთვლა, მეგობრებო. აი აქ ხატია ნუმეროლოგიური გამოთვლა. აქ ხატია მკითხაობა ხელზე. აქ ხატია კარტები, მეგობრებო. თქვენ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ნუმეროლოგიური გამოთვლა და თქვენი ამ ცხოვრებაში საქმიანობა უნდა გამოიკვლიოთ რა არის ის, რაც უნდა აკეთოთ. აი ზუსტად. აი მეგობრებო, ზუსტად. და ეს მოგიტანთ იმ ყველაფერს სიკეთეს და იმ სიმშვიდეს, რაც ახლა თქვენ ძალიან გჭირდებათ, მეგობრებო. აუცილებლად უნდა გაიკეთოთ გამოკვლევა ნუმეროლოგიური. ჩაიტაროთ უნდა. ლახცე ხტუნაობა. ნეტა მაგ დროს ლახცე რო ხტუნაობდი. 3-4 მეტრა თუ 5 მეტრა რეზინი დამქონდა ყოველთვის სკოლაში, მეგობრებო. კი. და ხტუნაობდით რეზინებზე. ლახტებზე. კი. ვინ გამოგითვლით, მაგის სპეციალისტები არიან, მეგობრებო. არიან მაგის სპეციალისტები, ასე რომ ნუმეროლოგიური გამოთვლა. თქვენ თვითონაც შეგიძლიათ შეხვიდეთ YouTube-ზე, Google-ში დაგუგლოთ, მეგობრებო. ნუმეროლოგიური გამოთვლა, თქვენს დაბადების წელს, თვე და რიცხვს ჩაწერთ და იქ ყველაფერი არის მოცემული. იმის და მიხედვით პასუხს გაგცემთ. ამიტომ შედით, მეგობრებო, და გააკეთეთ ეს თქვენ თვითონ და თქვენ თვითონ ნახავთ იქ ყველაფერს. დაგოგლეთ ნუმეროლოგიური გამოთვლა.
ამოგიგდებთ იქ გრაფას და იმ გრაფაში უნდა ჩაწეროთ თქვენი დაბადების წელი, თვე და რიცხვი და მიყვებით ინსტრუქციას, მეგობრებო. ასე რომ ყველაფერი შეგიძლიათ. კი ბატონო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ვის მოგეწონათ, ვის არ მოგეწონათ, აუცილებლად შემდეგ დამიტოვეთ კომენტარებში. ჩემო ძვირფასებო. ხვალ ვიმუშავებ, რომ მოვიძიო ინფორმაცია. Google-ში შედით, მეგობრებო, დაგოგლეთ ნუმეროლოგიური გამოთვლა. ქართულად რო ჩაწეროთ, მეგობრებო, იქ ამოგიგდებთ ყველაფერს. კი, ასე რომ შეგიძლიათ. დღეს ყველაფერი არის ინტერნეტში. დღეს ყველაფერი არის ინტერნეტში, მეგობრებო, ასე რომ არა მგონია რომ ეს ბავშვებმაც იციან. მოკლედ მშვიდობიანი ღამე ყველას. ბედნიერი დილის გათენება ჩემო ძვირფასებო, ეს არის ჩემი დამცავი. ძალიან მიყვარს. მშვიდობიანი ღამე და ბედნიერი დილის გათენება. ასევე საკუთარ თავსაც ვუსურვებ ყოველი დღე იყოს ბედნიერი და თქვენც ასევე მეგობრებო. ხვალ ჩემი დღეა, ასე რომ გარეთ გავდივარ. საღამოს როდესაც დავბრუნდები, მოგახსენებთ ჩემი დღე როგორ ჩაივლის. აუცილებლად მოგიყვებით საინტერესო ამბებს და იმედია იქნება საინტერესო. ხვალ მივდივარ სასეირნოდ ვენეციაში, შით ვენეციაში შიგნით. ასე რომ მეგობრებო, ყველას გიმშვიდობებით ხვალამდე და უფალმა ყველას მოგცეთ ის სურვილები და ის გეგმები და ის ბედნიერება, რაც თქვენ გსურდეთ. მეგობრებო, აბა დროებით ხვალამდე, წარმატებები.